მე გახლავართ არჩილ ნიჟარაძე, თბილისის საკრებულოს წევრი, საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარი. ამ ოლქის წარმომადგენლობა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ასევე პატივი. ეს არის ადგილი, სადაც ყოველდღიურად მაქვს შეხვედრები მოსახლეობასთან, ვისმენ მათ საჭიროებებს, პრობლემებს და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიტანო შესაბამის უწყებებამდე. ამჟამად ვიმყოფებით იყალთოს ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის მომართვით და აქტიური კომუნიკაციის შედეგად Georgian Water and Power და საბურთალოს რაიონის გამგეობა ერთობლივ სამუშაოებს აწარმოებენ. პირველ ეტაპზე წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს კომპანია GVP. ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მეორე ეტაპზე საბურთალოს გამგეობა 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დააგებს ასფალტის საფარს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ პირობებს. ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში ორმის სამარხზე ფანასკერტე ციციშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია. 19 ნომერში, როგორც ხედავს, ახლა მიმდინარეობს სამუშაოები, სამუშაოს დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ადგილი მოასფალტდება, ხოლო 6 ნომერში უკვე დასრულებული აღნიშნული სამუშაოები და ახლა მიმდინარეობს ასფალტის დაგება. ალექსიზის ნომერ 1-ში მიმდინარეობს ლიფტების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში განახლდება ლიფტების მექანიზმები და სისტემები. დღეს ნომერ 74 ბაგაბაღის ტერიტორიაზე ჩავატარეთ გამწვანების აქცია. აქციის ფარგლებში ბაღის ეზოში დაირგო სხვადასხვა ჯიშის ნერგები. ამ პროექტის განხორციელებით გაუმჯობესდა ეზოს იერსახე და შეიქმნა უფრო კომფორტული და სასიამოვნო გარემო ჩვენი ბავშვებისათვის. პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით. ბაღის მიმდებარედ მდებარეობს 171 სკოლა, სადაც ახლო მომავალში იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები. როგორც ცნობილია, საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფოს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში განახლდება საკლასო ოთახები, მოეწყობა სველი წერტილები, ასევე განახლდება შესასვლელი კიბე და სპორტული დარბაზი, მოეწყობა წყალარინების სისტემა და ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ მოასფალტდება ტერიტორია. პეკინის ნომერ 17-ში მიმდებარე ტერიტორიაზე მოწესრიგდა სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა საბავშვო ატრაქციონები, მოეწყო მოსასვენებელი სივრცე, ასევე სატრენაჟერო სივრცე, აგრეთვე დაირგო ხემცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემები და ასევე განათების ახალი სისტემები. ასევე იოსებიძის ქუჩაზე განახლდა მეორე სკვერი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, მაქსიმალურად სწრაფად მოხდა ორივე სკვერის განახლება და უკვე მოსახლეობას შეუძლია ამ ორივე სკვერით ისარგებლოს. მიხარია, რომ ჩემს სოლს ორი შესანიშნავი სარეკრეაციო სივრცე შეემატა. ჩვენს ქალაქში არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა, თუმცა გამოწვევები რჩება, რაზეც თბილისის მერია, საბურთალოს გამგეობა და საკრებულო ერთობლივად მუშაობთ, რომ მალე დავძლიოთ ეს გამოწვევები.